დღეს ძირითადად გამოვაკლიეთ დეტალური ნუსხები, რომელთაც დადასტურდა, რომ კავშირი დავით კეზერაშვილისა და ორგანიზებული ჯგუფის სხვა წევრებს წარმოადგენენ ბრალდებულებს შორის. ბრალდებულების ჩადასტურებამ თავიანთ ჩვენებაში, რომ სწორედ დავით კეზერაშვილი უწევდა მფარველობას და ამ მფარველობის საკითხების გასარკვევად უკავშირდებოდნენ. აღნიშნული დადასტურდა დეტალური ნუსხების გამოკვლევის შედეგად. ასევე ბრალდების მხარემ დააყენა ყადაღიზადების შუამდგომლობა, კერძოდ მონაკოს რესპუბლიკიდან იქნა გადმოგზავნილი მასალები, რომელთაც დასტურდებოდა, რომ მონაკოს რესპუბლიკაში ბანკ ავილანჩი ანგარიში ჰქონდა გახსნილი დავით კეზერაშვილს, რომელზეც თანხა ირიცხებოდა $7,400,000 ამერიკული დოლარის ოდენობით. მთლიანობაში, რაზედაც არის საუბარი, ეს ანგარიშები, რომლის დაყადაღებას დღეს პროკურატურამ მოითხოვა. საერთოდ არანაირი კავშირი არ აქვს აქ მიმდინარე საქმეს. აქ მიმდინარე საქმე ზოგადად უკავშირდება 2007-2011 წლებს, ხოლო იქ, რაზედაც საუბარი არის შუამდგომლობაში, ეს ანგარიში საერთოდ გახსნილი 2012 წლის შემდეგ. ანუ ამ ორ საკითხს შორის არანაირი კავშირი არ არსებობს.